მოგესალმებით. დღეს თბილისში ქუჩაში გასვლა ნიშნავს სიცოცხლის რისკზე წასვლას. დღეარ გავა რომ არ გავიგოთ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის ფაქტები. ეს არ არის გაზვიადებული სიტყვები და ჩვენ არ ვსაუბრობთ ცალკეულ უბედურ შემთხვევებზე. ჩვენ ვსაუბრობთ სისტემურ პრობლემასა და მართვის კრიზისზე. ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რომელსაც წლების განმავლობაში ატარებს თბილისის მერია და პერსონალურად კახა კალაძე. ეს არის იმის შედეგი, რომ არ დგება კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი, რაც უზრუნველყოფდა სისტემის მეტ კონტროლს, დაზღვევის მეტ მექანიზმებსა და ბერკეტებს მმართველობის ყველა დონეზე. როცა თბილისის მერი პოლიტიკურად არაფერზე არ არის პასუხისმგებელი, ეს პოლიტიკური უპასუხისმგებლობა გადადის თბილისის მმართველობის ყველა საფეხურზე. არაერთი ტრაგედია ახსოვს ბოლო წლების თბილისს. ჩვენ გვახსოვს ტრაგედია ვაკის პარკში, ტრაგედია წყნეთის სკვერში, ტრაგედია რიყეზე, ტრაგედია სადგურის მოედანზე, სადაც შენობის ფასადი ჩამოინგრა და ადამიანები იმსხვერპლა. შემთხვევები ვარკეთილისა დაავლაბრის მეტროებში, სადაც ერთგან ჭერი ჩამოვარდა და 14 ადამიანი მოიყოლა, მეორეგან ახლად რეაბილიტირებული მეტროსადგური დაიტბორა. გვინახავს მეტროს ლიანდაგებსა და მტკვარში ჩავარდნილი ადამიანები. რამდენიმე დღის წინ ლოტკინზე, სკვერში 14 წლის გოგონას თავზე დაეცა რკინის მძიმე კონსტრუქცია. გუშინ საზოგადოებრივ ტრანსპორტს მიკროავტობუსს გაუჩნდა ცეცხლი. 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი შეადგენს 2 მილიარდ 600 მილიონ ლარზე მეტს და ეს არის თბილისელების ფული. თბილისელები იმსახურებენ, რომ მათი ფული იხარჯებოდეს მათ უსაფრთხოებაზე. ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ქალაქში ადამიანების უსაფრთხოება გახდეს უპირველესი პრიორიტეტი. ჩვენი კოალიცია ლელო ძლიერი საქართველო ითხოვს. დაუყოვნებლივ დაიწყოს დედაქალაქში სიცოცხლისთვის საშიში ყველა ადგილის სრული ინსპექტირება. უმოკლეს ვადებში აღმოიფხრას ყველა მაღალი რისკის შემცველი დაზიანება, როგორც დაზიანებული ელექტროსადენები, ისე ღიათხრილები, ორმოებით სავსე გზები, ავარიული შენობების ფასადები და სხვა საფრთხეები. საზოგადოებას წარედგინოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა, მკაფიო ვადებითა და პასუხისმგებელი პირებით. ყველა შემთხვევაზე, როცა უსაფრთხოების უზრუნველყოფის ჩავარდნამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, დადგეს როგორც სამართლებრივი, ისე პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი.